Დღემშვიდობის მეგობრებო, ეხლა ვიყოფები ლაგოდეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შენობაში. დღეს უნდა გაგაცნოთ ქალბატონი მარინა ნანდოშვილი, მხატვარია, დღეს არის მისი პერსონალური გამოფენა. ასე რომ გამომყევი და ახლოდან გაგაცნობთ ამ ქალბატონს და თვითონ მოგვიყვება თავისი ხელოვნების შესახებ. მოგესალმებით ქალბატონო მარინა, მადლობა მოწვევისთვის. პირველი კითხვა უნდა დაგისვათ ესეთი: როდის აღმოაჩინეთ თქვენ თავში ხატრობის ნიჭი და როდიდან დაიწყეთ? აი პირველი თქვენი ნამუშევარი როდის შექმნით? პირველი ჩემი ნამუშევარი მეხუთე კლასში ვიყავი, როდესაც ხატვის გაკვეთილზე მაყვალა მასწავლებელმა როგორ გავატაროთ ზაფხულის არდადაგები ეს თემა შემოგთავაზა და დავიწყეთ დახატვა და მაშინ კარვებში ვიყავით ხოლმე 24 საათიანი რეჟიმით იქ ცხოვრობდით კარვებში და ეს კარავის მონახაზი რო გავაკეთდეს, ეთყობა იმდენად ბუნებრივად გავაკეთე, რომ მითხრა რომ შენ ხატვის წრეზე უნდა იარო ჩემთან და იმის მერე მეხუთე კლასიდან დავდიოდი მაყვალა მასწავლებელთან და მერე უკვე ფაქტურად ეს გზა ავირჩიე მერე რომ დამთავრებული თუ გაქვთ სამხატვრო აკადემია? არქიტექტურული მაგ დამთავრებული პოლიტექნიკური ტექნიკუმი და შემდეგ დაწყებითების პედაგოგიური სკოლის პერიოდის არის ეს ნამუშევრები სულ ყველა. ან თქვენი ბავშვობის დროინდელი ნამუშევრები? კი, ბავშვობის დროინდელი ნამუშევრებია, თარიღები მინიშნებულია. ძირითადად თქვენ რა მიმართულებით ხატავთ? სახეობა ხატრობაში ძალიან ბევრი მიმართულებით არსებობს. ფანქარში, გრაფიკაში ხატვა, ფერწერული ესენი დაგრუნტული მუყაოზე ვგრუნტავდით, მე თვითონ ვგრუნტავდი, ესეც მაყვალა მასწავლებელმა მასწავლა და შემდეგ უკვე მასზეა ესენი ზეთის საღებავებით არის დახატული ესენი. ბავშვობის დროინდელი, აი აქ 86 წელი აწერია. ეს მერვე კლასში ვიყავი, მაშინ დავხატე გაკვეთილზე კაქტუსი, ფიზიკის კაბინეტში ქონდა კაქტუსი, ეს კოლბაში ესეც ფიზიკის კაბინეტში ქონდა, მოკლედ ეს უკვე ზეთი არის? ესენი ზეთის საღებავებია, დიახ. ეს პეიზაჟი ესეც, ესენი უკვე გრაფიკაში ვმუშაობდი ხოლმე. ეს ბოლო დროს ერთი მონასმით გავაკეთე, ესეც ტილოზია შესრულებული. ეს კორონის დროს არის ეგრეთ წოდებულ თაბაშირ მუყაოზე მაგ გაკეთებული. ესეც შარშან სკოლაში დავხატეთ, ეს ნატურიდან ხატვა. ეს სახში დავხატე 1-2 თვის წინ. ეს შარშანწინდელი ნახატია. ესენი კიდე გოგრები, დეკორატიული, ძალიან მიყვარს დეკორატიული გოგრები ზოგადად და ესენი გავაკეთეთ სანათები სხვადასხვა ფერის. ესენი არის მანიკენებზე. ჯერ კიდევ გასათხოვარი ვიყავი იმ პერიოდში მოქსოვილი, ჩემი ხელით მოქსოვილი, აქეთ ეს ჩემი ხელით შეკერილი კაბა, ესეც ჩემი მოქსოვილი, ჩემი ხელით დაქარგული ნაქარგები ძალიან მიყვარს ეს ნაქარგი, ესეც ესა. ერთი კითხვა უნდა დაგისვათ. მე როგორც ვიცი, თქვენ პედაგოგი ბრძანდებით, სკოლაში მუშაობთ, ასწავლეთ, დირექტორიც ხართ ერთ-ერთი საჯარო სკოლის. აი, როგორ უწყობთ სკოლას და ხატრობას და ფერწერას? ანუ დროს როგორ ნახავთ? ყველაფერს, ესე იგი, ჯერ ერთი რომ თემატურად ჩემს ხატვის ხელოვნების გაკვეთილებს მიესადაგება და იქიდან გამოვდივარ და მინდა გითხრათ, რომ როდესაც მაყვალა მასწავლებელი ჩვენ გვასწავლიდა ჯერ კიდე იმ პერიოდში მეხუთე კლასიდან მოყოლებული, აი დღეს რომ არის რომ ერთ გაკვეთილზე რამოდენიმე აქტივობა შეიძლება, ჩვენ ამას უკვე ვაკეთებდით იმ პერიოდიდან, ბავშვობიდან, კარგვაქსოვა ეს ყველაფერი ხელის მოტორიკის განვითარებისათვის ეს ყველაფერი ჩვენ გვქონდა მაშინვე უკვე აი შინაგანად მაყვალა მასწავლებელი ამ ყველაფერს გვასწავლიდა და იქიდან მომყვება და ავირჩიე კიდევაც ეს სპეციალობა. მე რო გითხრათ რომ ხატვარი ვარ, ხატვარი არა ვარ, მოყვარული ვარ და აი ამ სპეციალობით ვმუშაობ, ასე ვთქვათ. კიდევ ახალი მიმართულება ეს ძირებით ქარგვა, ძალიან მომწონს ესენი. პეიზაჟი ძირებით არის ესენი დაქარგული. როდესაც ვხატავ, ან ვქსოვ, ან რაღაცა ხელსაქმეს ვაკეთებ, აი რაღაცა ვისვენებ, რაც უფრო ცოტა რთულია გასაკეთებელი, ეგ მომწონს კიდე ყველაზე მეტად უფრო. Atashori, ahi, ძალიან კარგად. რადგან მოსწავლე იყო, მასწავლი ქარგვა, ხატვა
მადლობელი ვარ, რომ ეს კარგად აღიქვა. შესანიშნავი საღამო იყო დღეს. ეს იყო მართლაც შემოქმედების ზეიმი. და რაც შეეხება მის ავტორს, შემოქმედებითი საღამოს ავტორს, ქალბატონ მარინას, მე ასე ვიტყვი მასზე, რომ ეს არის უნდიჭიერესი ქალბატონი და ვიხილეთ კიდეც მაგის ქალბატონ მარინას ნიჭის შედეგი, დავინახეთ კიდეც და ვიხილეთ. მე მინდა მარინას ვუსურვო ულევი წარმატებები შემოქმედებით საქმეში. არაჩვეულებრივი ადამიანია, შემოქმედია, გამგებიანია, გამტანია, ძალიან კეთილია. ვიყავით ჩვენ ბავშვები, მე, ჩემი და ჩემი ძმა, დაგვსვავდა ხოლმე, გვახატინებდა, გვაქარგინებდა, ქსოვას გვასწავლიდა, გაკვეთილების სწავლის შემდეგ თვითონაც თავის საქმეს აკეთებდა და აგროვებდა ნახატებს ასე, ნაქარგებს, ნამუშევრებს. ქალბატონო მარინა პირველი სასიამოვნო რომ ჩვენს პატარა მუნიციპალიტეტში ამდენი ნიჭიერი ადამიანი ცხოვრობს და არსებობს. მე ნამდვილად არ ვიცოდი თქვენი შემოქმედების შესახებ და ბევრი წარმატება მინდა გისურვოთ. ეს მიუძღვენი ჩემს იუბილეს, რომელიც მარინა 60-ს ეძღვნება. დაბადების დღეს ხომ არ გავა? დაბადების დღე მაგ დღეს და აი დღევანდელ დღეს მიუძღვენი. გილოცავ. ჯანმრთელობას გისურვებთ, ბევრ წარმატებას გისურვებთ და რა ვიცი, ყველაფერი საუკეთესო ვისურვებია თქვენ. დიდი მადლობა, თქვენც ასევე წარმატებები, წინსვლა და მშვიდობა გქონდეს სულ ყველას. მეგობრებო, აი ესეთი ხიარულ ფონზე გემშვიდობებით, დროებით გაგებრძანებოდით.